მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გაატარეთ დღე ჩემთან ერთად. ახლა არის 12 საათი, საკმაოდ გვიანია, სანამ პატარას მივაქციე ყურადღება, სანამ თავი მოვიწეს რიგე, მოკლედ დრო ისე გამეპარა, რომ ვერც შევამჩნიე. დღევანდელ ვიდეოში მინდა გამოვაცხო ხაბიძგინა. არასდროს არ გამომიცხვია, არც გამისინჯავს, მინდა რომ პირველად გამოვაცხო, ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა და მოკლედ დიდი ხანია ვგეგმავ ხაბიძგინას გამოცხობას კარტოფილით. ასევე მინდა რომ წვნიანი მოვამზადო და რაიმე გამოვაცხო, რადგან გუშინ არ გამომიცხვია არაფერი და როგორც იცით, ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ სახლში გამომცხვარი გემრიელობები. ასევე ვაპირებ სახლის დალაგებას, იატაკი მაქვს გასაწმენდი, მოკლედ თავზე მაქვს საქმე საყრელი. თან დღეს ორშაბათია და ორშაბათობით განსაკუთრებით ბევრი საქმე მაქვს, რადგან უქმეებზე ბავშვები სახლში არიან და ვერ ვახერხებ ისე კარგად დალაგებას, როგორც სხვა დღეებში. მოკლედ დღევანდელ ვლოგში იქნება ძალიან ბევრი мотивация და თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან. პირველ რიგში მოვამზადებ ცომს, მაქვს უნივერსალური ცომი, ამ ცომით ვამზადებ ასევე პიცასაც და ნებისმიერ ხაჭაპურსაც, ვფიქრობ, რომ ხაბიძგინასთვისაც იდეალური იქნება. ვიღებ ერთ ჭიქათბილ წყალს და ზუსტად იგივე ზომის ჭიქით ვიღებ 3 ჭიქა ფქვილს. აი ასე. ცომი არ არის მკვრივი, არ არის არც ძალიან თხელი და გამოდის იდეალური. ასევე საფუარი ნებისმიერ შეგიძლიათ აიღოთ, ასევე ცოცხალიც და მშრალიც, როგორც მე, ასევე მარილი და შაქარი. ბოლოს ვზელ ზეთთან ერთად და სადღაც 2-3 სუფრისკოვს ზეთს ვამატებ. Uncharted lands will claim them all. Rise like tides and let it fall. Just endless seas. Come drift with me. Come drift with me. Come drift with me. გრძელებ ისევ სამზარეულოდან, პატარას ჯერ არ სძინავს, ამიტომ სავარაუდოდ მომიწევს აქეთ-იქით სირბილი წარამარა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ უცებ. გავფთლი კარტოფილს ხაბიძგინასთვის და ასევე წვნიანისთვისაც, ხახვიც წვნიანისთვის მჭირდება. Come drift with me.
ესეც წვნიანი მზადდება. დღეს მოვამზადებ ვერმიშელის წვნიანს, აქ მაქვს გამზადებული ვერმიშელი, კარტოფილი რომ მოიხარშება დავამატებ, საერთოდ ვერმიშელს ვხალავ ხოლმე ცალკე და ისე ვამატებ, მაგრამ დღეს დრო არ მაქვს, ამიტომ ასე უმად დავამატებ და ესეც კარტოფილი იხარშება პიურესთვის. ესეც ჩემი ცომი, კარგად ამოფუვდა და ახლა გადავზელავ ერთხელ. შემდეგ გავამტვერსასრუტებ სანამ პატარას ძინავს, გავწმინდავ იატაკს და დავიწყებ უკვე ნამცხვრის მომზადებას. I know it's bad that I can't help myself. When I get mad, I set fire to the hell. The only way to keep it at a distance, that's when I listen. Music is the reason why I stay. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. That's when I need tunes to keep on living, like someone's listening. I see the signs when I seek for the lights. I know it's bad when I forget myself. Lately music's been my self-reminder. Music is the reason why I stay. I wish I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the patterns. Where's the stars align so we could be free? Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready. Don't think I can see your face. Now we're just friends. How long till that ends? It feels like forever away. Emotions
დღეს მოვამზადებ გერმანელების ერთ-ერთ საყვარელ ნამცხვარს, რომელსაც ქვია ჭიანჭველების ნამცხვარი. ბოლოს მიხვდებით თუ რატო ქვია ჭიანჭველების ნამცხვარი. მთელი არსი მდებარეობს აი ამ შოკოლადებში. ამ შოკოლადებს უშვებიან თვითონ ცომში და გამოცხობის შემდეგ ჭიანჭველებს წააგავს, ამიტომაც ქვია ჭიანჭველების ნამცხვარი. არის უგემრიელესი, მზადდება უმარტივესად, არ სჭირდება ბევრი ინგრედიენტები და არის ეფექტური ნამცხვარი, მოკლედ რომ ვთქვათ. დაგვრჩება ფქვილი, კარაქი გამდნარი, კარაქი არ უნდა იყოს გამდნარი, უნდა იყოს რბილი ოთახის ტემპერატურის, ასევე რძე, შაქარი, კვერცხი, 4 ცალი მოზრდილი, თუ პატარა კვერცხები გაქვთ, მაშინ 5 კვერცხი გამოიყენეთ. ასევე გამაფხვირებელი, ვანილი, ზემოდან მოსასხმელად შოკოლადი და ეს შოკოლადის ფანტელები. კვერცხი და შაქარი ერთად უნდა გავთქვიფოთ კარგად, შემდეგ ვამატებთ კარაქსაც ვთქვეფავთ, შემდეგ ვუმატებთ რძეს და ბოლოს გამაფხვირებელთან ერთად ფქვილს. ვაწყობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით, დააკვირდით თქვენს ღუმელს და აუცილებლად შეამოწმეთ მზადი სიამოვნება ხის ჩხირით. ნამცხვარიც გამოცხვა, ახლა არის ცხელი, ოდნავ რომ შეგრილდება, ზემოდან მოვასხავ შოკოლადს და დავჭრი. ესეც ხაბიზგინა, ასეთი 3 მოზრდილი ხაბიზგინა გამოვიდა, არის უგემრიელესი, 1 ცალი ბავშვებმა დააგემოვნეს უკვე და ძალიან გემრიელი გამოვიდა. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ საჩუქარს, რომელიც მივიღეთ Kaufland-ისგან. ასეთი საჩუქრის მისაღებად საჭიროა რომ გადმოწეროთ Kaufland-ის ეფი და დარეგისტრირდეთ. თუ ორსულად ხართ, ორსულობას არეგისტრირებთ და ბავშვის დაბადების შემდეგ მოდის ასეთი საჩუქარი, თუ უკვე გყავთ პატარა, მაშინ დაარეგისტრირეთ თქვენი პატარა და რამოდენიმე დღეში მიიღებთ საჩუქარს.
და მთავარი საჩუქარი არის პირსახოცი, რომელზეც არის ამოტვიფრული ბავშვის სახელი. აუცილებელია, რომ მიუთითოთ ბავშვის სახელი, როგორც იწერება და გამოგეგზავნიან ასეთ პირსახოცს სახელით. ამჯერად აქ აწერია გაბრიელი და არის ასეთი დიდი პირსახოცი. აქვე დევს 2 ცალი საფენი ბავშვის, საცდელი საფენია, თუ მოგეწონება შეგვიძლია შემდეგ შეიძინო Kaufland-ის მაღაზიაში. ეს არის დედისთვის მკერდის საფენები, ასევე სახის კრემი, ეს არის მზისგან და ქარისგან დამცავი კრემი, სარეცხის საშუალება ბოთლების და საწოვარის, ასევე მატყუარა, ასეთი მატყუარა, ნუკის ფირმის, ბავშვის საპონი და ეს არის პირველადი დახმარების რაღაც კარტები. ახლა გავხსნი და ვნახოთ. თუ არ ვცდები, ეს არის პირველადი დახმარების, ასევე ბავშვის მოვლის რაღაც ნიმუშები და აი ასე გამოიყურება. გამოიყენება 0-დან 6 წლამდე. და არის რამოდენიმე ინსტრუქცია, როგორ გავუკეთოთ ბავშვს სანთელი, სწორი კვება და ასე შემდეგ. ასეთი საჩუქარი იყო და ვფიქრობ, რომ არის ძალიან სასიამოვნო, რადგან სხვადასხვა მაღაზიები ზრუნავენ საერთოდ ბავშვებზე და მომავალ მშობლებზეც.